შეხედე, ქორწინდები. ხვალ ქორწილი მაქვს. გთხოვ, ჩემი ცხოვრებიდან გაქრი. რა? ვაღიარებ შეცდომა და უშვი. შემომხედე? ჩემი საცოლე მიყვარს. გესმის ჩემი? გთხოვ, ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრი. ერთი შეცდომის გამო ასე არ უნდა დავისაჯო. მე ფეხმძიმედ ვარ. რა? მუცლით შეშვილს ვატარებ. გესმის ჩემი? მე არ მინდა. კარგი, შეგვიძლია ეგ საქმე მოვაგვაროთ. რა? ბავშვი მოიშორე. გესმის ჩემი? რადგან მე შვილი არ მინდა. ფულს მოგცემ. ბავშვი თავიდან მოვიშოროთ. ამ საღამოს ინით მოხატვის ცერემონიალია და ნაღდი ფულის სახით თან სულ ეს მაქვს. ჩემი ნომერი ხომ გაქვს? თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. გთხოვ დამირეკე. გესმის? კარგი? მერტი სად არის? მერტის ერთ-ერთი მეგობარი ავარიაში მოყოლილо და საავადმყოფოში წავიდა. საავადმყოფოში? ხო, წავიდა, არ იდარდო. მოვა და ინით მერე მოიხადება, კარგი? კარგი. დევა. გითხარი საავადმყოფოში წავიდა მეთქი, სად მიდიხარ? მერტის საძებნელად არ მივდივარ. ჩემი სურვილები უნდა დავკიდო. ახლა მაგის დროა? სწორედ რომ მაგის დროა. გაწვიმდება. უფალო. ადამიანი თითქოს მეორედ იბადება, როდესაც ის პატარძალია. მისი ყველა სურვილი ხდება. დღეს ორ რამეს გთხოვ. გულენდამ. ჩემს დასაყვანად მოვიდა. რა იცოდა რომ აქ ვიყავი? ვერც ერთი ქალი გულით ვერ შეგიყვარებს. მან ვინ არის? მithwal თვალე? არა. თუ ასე აქ რას აკეთებ?
ჩემი სურვილები ხეზე დავკიდე. თავად რას აკეთებ აქ? უკან დამყვები? ვინ ხარ რომ უკან გდიო? თავი ვინ გონია? რომ შენს გზაზე ვიარო? თავი დიდი ვინმე გონია? ხომ გითხარი ჩემთან შენი ფეხით მოხვალ მეთქი? მაგას სიზმარში თუ ნახავ. გესმის ჩემი? ორივე ჩვენგანი ერთი და იმავე დროს ერთი და იგივე სიზმარს ვერ ვნახავთ. მერწმუნე, ორივე ჩვენგანი ფხიზელი ვიქნებით, როდესაც ჩემთან შენი ფეხით მოხვალ და დამიჩოქებ. შენ ვინ ხარ? ხომ გითხარი სილას კიდევ ერთხელ გამაწნი და ხელს მოგტეხ მეთქი. მიდი. მომტეხე. ნახო ჩვენს ყველა სიტყვას თუ ასრულებ. მიდი მომტეხე. სათხარ. გარეთ ვარ, შენ სათხარ. მე შიგნით ვარ. გარეთ გამოდი ძმაო, დაუჩქარე. გულენდამ. 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 გარეთ გადი. ახლავე ზაფერხანი. თელი საღამოა რაღაც გაწუხებს იბრაჰიმ. რა ხდება? ზაფერჰანიმ. დღეს ატელიერში გულჯემალი მისულა. ჩემი ქალიშვილისთვის უბრძანებია ამიერიდან ჩემთან იმუშავებთო. დევამის წინადადებას არ დათანხმდა, მისთვის 3 დღე მეუცია. უთქვამ 3 დღის შემდეგ ჩემთან შენი ფეხით მოხვალ და შემეხვეწებიო. როგორ ჩანს ხელს გაიშვერს იქით, რაც ჩემია. ქალბატონო. დღემდე თქვენთვის სიტყვა არ შემიბრუნებია, რასაც მთხოვდით ყველაფერს გისრულებდით. სანაცვლოდ თქვენგან არაფერი მომითხოვია, მაგრამ ახლა გთხოვთ. ის კაცი ჩამოგვაშორეთ, ახლოს არ გაგვეკაროს. ჩემს ქალიშვილს ახლოს არ გაეკაროს. შენ მშვიდად იყავი. დევა ჩემს ქალიშვილა და ცითულება. მისი ხელი თქვენ ვერ მოგწვდებათ. ამ საკითხს მე მივხედავ. ექიმო. ექიმო. სასწრაფოდ ექიმს დაუძახეთ. საკაცე მოიტანეთ. იჩქარეთ, იჩქარეთ. რა მდგომარეობაა? ჩემ თვალწინ მანქანამ დაარტყა. გთხოვთ რამე მოიმოქმედეთ და გადამირჩინეთ. დამშვიდი. რამე მოიმოქმედე ექიმო. დაწყნარდი ძმაო. ექიმო. დამშვიდი გთხოვ და გადამირჩინე. დამშვიდი გთხოვ. დამშვიდი.
დევა მომხდარის შესახებ არც მერთმა არ უნდა გაიგოს და არც მამამ. ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. ის კაცი ცუდად გადაგეკიდა. რატომ ამბობ ამას? ხომ თქვენ ამის ტუჩებში მაგოცაო? იფეკ, რა სისულელეს ამბობ? არ მიდგამს. რა გოცნა? მე გითხარი, სერიალებში როგორ ხდება? გოგო და ბიჭი ერთმანეთს რომ მიუახლოვდებიან და თვალს-თვალში გაუყრიან ხოლმე. შემდეგ რას აკეთებენ? ერთმანეთს კოცნიან. სისულელეა. მსგავსი არაფერი მომხდარა. გარდა ამისა მე დანიშნული ვარ. იგი გულჯემალს უთხარი. არ უთხარი? არა, არც უკითხავს. იფეკ სპეციალური კაბა მეცვა. იმედია მიხვდებოდა. მერც რომ დაინახა, არასდროს რომ გაეგო. ღმერთო. კიდევ კარგი მისი მეგობარი საავადმყოფოში მოხვდა. არა, ეს არ მიხარია. უბრალოდ აღნიშნე. კარგია რომ ჯერ არ დაბრუნებულა და ინციდენტს არ შეესწრო. იმედია ის ტიპი ქორწილამდე არ შეგხვდება. არ შემხვდება. მამა მითხრა, აღარ შეგხვდებაო. რა მოხდა? ინით მოხატვის შემდეგ წვიმა რომ წამოვიდა. მერე? შენი ინა მის ხელზე რომ ჩამოირეცხა? ისე გამოვიდა თითქოს ინა იმ კაცთან ერთად ჩამოირეცხა. იმ კაცმა მერთის როლი შეასრულა დევა. რა სისულელეს ამბობ? სისულელეა. უბედური. ესე იგი აქამდე მოხვედი. აქედანაც კი ვხედავ იმ სითბოს, რაც ჩემს გულში ტრიალებს გულჯემალ. რადგან ჩემს ვაჟს სურს, რომ ის გოგო თავისი ფეხით მიადგეს, როგორც დედა, უნდა დავეხმარო. შემოდით. ქალბატონო? გამოგიტყდებით და ვერ გადამიწყვეტია, გითხრათ თუ არ გითხრათ. ნუ აზვიად ეფემრულა. გულენდამს მანქანამ დაარტყა. ახლა საავადმყოფოშია. საბრალო გოგოს ვერ ვუპატრონე. ვერ დავიცავი. მას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. შენი რა ბრალია ძმაო? იქ მე მივიყვანე. არც კი მიგითხავს რა გინდოდა მეთქი. სირბილით დედასთან გაიქცა, შემდეგ კი ეს უბედურება მოხდა. იქნები სხვა მიზნით მივიდა, სხვა რა მიზეზით მივიდოდა, ჩემი და იმ ქალთან, კარზე სხვა რა მიზეზით მიადგებოდა. გემოდარები კარგი ამბავი მითხარი. გამოკვლევები ჩაუტარეთ, ტომოგრაფიაც გადავუღეთ, ხერხემალზე და მკლავზე დაჟეჟილობები აქვს. ტვინის შერყევის ნიშნებიც აქვს. მითხარი გადარჩა? დიახ, ახლა სტაბილური მდგომარეობაა. გულენდამ ჰანიმიც და მისი პატარაც კარგად არიან. რას ამბობ ექიმო? ვინ პატარა? ბატონო, გთხოვთ დამშვიდდეთ. როგორც ჩანს თქვენ არაფერი იცით. თქვენი და 10 კვირის ორსულია. კარგი ექიმო, დიდი მადლობა.
რას ამბობს ეს კაცი? დამშვიდი ძმაო. ამის შესახებ შენ იცოდი? ამ საღამოს გავიგე. გისმენ. მომიყევი, თორემ გავგიჟდები. ტვინში სისხლი მექცევა, გისმენ. მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები. გულენდამი ამ საღამოს დედამისთან შესახვედრად არ წასულა. იქ ვიღაც კაცი შეხვდა. განა რამდენი ხანია რაც აქ ჩამოვიდა. ის კაცი რა დროს გაიცნო, რა დროს დაფეხმძიმდა. ამ დროს შენ სად იყავი ვეფა? ძმაო, ვეფა, ეს როგორ დამიმალე? ამის შესახებ როგორ არ მითხარი? შენთვის არაფერი დამიმალავს ძმაო, მეც ამ საღამოს გავიგე. იმ კაცსაც ამ საღამოს უთხრა ფეხმძიმედვარო. იმ კაცმა რა უთხრა? ხელში ფული ჩაუდო. უთხრა ბავშვი მოიშორეო. ფული ჩაუდო? ვინ არის ის ტიპი? ვინ არის? დილამდე დროს გაძლევ. ხვალ დილით ის ტიპი მტირალა კლდესთან მოიყვანე. ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო. არ ვიცი ასე დროს ბოდიში როგორ მოგიხადო. სტამბოლიდან ჩვენს ქორწილზე დასასწრებად ჩემი მეგობრები ხომ უნდა ჩამოსულიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ავარიაში მოყვა. ასეთ საქციელს ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ინით მოხატვის ცერემონიალზე მარტო დაგტოვე. ხო მართლა, ჩემი მეგობარი კარგად არის. მასზე არ იდარდო. იძულებული ვარ, რომ მასთან დავრჩე, სანამ მისი ახლობლები ჩამოვლენ. მე იზნიკში ვარ, ჩემო ერთადერთო. გთხოვ არ გეწყინოს. ბოდიშს გიხდი, ჩემო ერთადერთო. ძალიან მიყვარხარ. გკოცნი. ახლა რა გავქნა? დაუნაჰიდე, კარგად ვარ. არაფერი მიჭირს. ჩემზე არ იდარდო. მერტ ჩაკირი? დიახ, მე ვარ. ვინ მკითხულობს? რას აკეთებთ? კლაუსტროფობია მაქვს. ეგრას ნიშნავს. ავადმყოფები ხართ? მე იურისტი ვარ. ადვოკატი. მოკეთე. მოკეთე. ვინ ხარ? რას მერჩით? მე გულჯემალი მქვია. შენ კი ის უსინდისო ადამიანი ხარ, ვინც ჩემი და დააფეხმძიმა. უღირსო ადამიანო.
გოგოს ღირსება შეულახე, გული ატკინე. შენი მიზეზით უნდა მოკვდეს? ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ საიდან უნდა ცოდნოდა, რომ თქვენი დაიყო. არც კი ვიცოდი, მას ძმა ჰყავდა თუ არა. ანუ? თავად ვარ მოტყუებული, მას წესიერად არც კი ვიცნობ. ერთი ღამის გატაცება იყო. უსინდისო. შემს დასასე როგორ მოექეცი, თავხედო. როგორ მოექეცი? მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვიცოდი. მოკეტე. ჩემი და მარტო დაორსულდა? მომისმინე. ახლა მე ვილაპარაკებ, შენ კი ყურადღებით მომისმენ, გასაგებია? ჯანდება. შენს გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებ. სამი ალტერნატივა გაქვს. რას მთავაზობ? შენ თურქული არ გესმის? გითხარი მე ვილაპარაკებ მეთქი. ახლა ამ წუთას უფლის ნებით ჩემი დის ხელს მთხოვ. თქვენი კარგად მესმის, მაგრამ არ შემიძლია, მე დანიშნული ვარ. დანიშნული? მე შენ გიჩვენებ სეირს. გეუბნება, შეჭერდიო. გაჭერდი. ზღაპრის ბოლოს რომ ამბობენ 40 ჯორი თუ 40 სტრიქონიო. მეორე ალტერნატივა. ეს ფული შენია. რა ხდება? რა ხდება? რას აკეთებთ? არა, არ გადამაგდოთ. გთხოვთ, ღმერთო, არ გადამაგდოთ. არ გადამაგდოთ. გთხოვთ. არ გადამაგდოთ. არ გადამაგდოთ. კლდეს რომ დაენარცხები, გადარჩები თუ არა? სამიო მითხარი. მესამე რა არის? მესამე რა არის? მესამე ალტერნატივა ჩემი ხელით მოკლა. თანაც ისე რომ თვალს არც კი დავახამხამებ. საფლავის კი არ გექნება, შენს გვამსაც ვერ სადიპოვიან. მამიკო, რა ხდება? ხალილ იბრაჰიმის სუფრა ვისთვის გაიშალა? რა თქმა უნდა დევაჰანიმისთვის. დღეს ამ სახლში შენი უკანასკნელი დღეა. მართალია, შენ უკვე სტუმრად ითვლები. დღეს თხოვდები, ამ სახლიდან მიდიხარ, ხომ ასეა? ასე გონია? ტყუილად გიხარია თავიდან ასე იოლად ვერ მომიშორებთ. ყოველდღე თავზე დაგადგებით. ვისაუზმოთ და საქმე შეუდგეთ. ბევრი საქმე გვაქვს, ხომ უნდა მოვასწროთ, არა? აბა, სიძე სად არის, დღეს ესაუბრე? არ გვისაუბრია, ტელეფონი გამორთული აქვს. იზნიქის საავადმყოფოში თავის მეგობართან რჩება. დღეს დაბრუნდება. თუ არ შეწუხდება, დროზე დაბრუნდეს. ამ საღამოს ქორწილი გაქვთ. რა უცნაურია. არ მესმის ტელეფონი გამორთული რატომ აქვს? თუ დაუჯდა და მოხდავდა ტელეფონი ხომ არ მოპარეს? მეც და მაინტერესა.
მოიცადე დავურეკავ. თქვენ გემრიელად ისაუზმეთ. იზნიქში ნაცნობი მყავს, საავადმყოფოში მუშაობს. მისი მეგობრის სახელი და გვარი მითხარი რეგისტრატურიდან მოძებნიან. სახელი არ უთქვამს. რა უცნაურია. მერთი ასეთი უყურადღებო არ არის. ალბათ ტელეფონი დაუზიან და არა უშავს. ჩემს ახლობელს ვეტყვი და გამოიძახებენ. მერთის მოძებნის საკითხი მე მომანდეთ. თქვენ საღამოსთვის მოემზადეთ. პური მომაწოდე? ინებე მამიკო. არ მომკვდარ ვარ. როგორ მოკვდებოდი? შენ ხომ უფროსი ძმა გყავს? მე კინაღამ მომკალი. ბოლო მომიღე. ნეტა მომკვდარიყავი. სისულელეს ნუ ამბობ. გინდა რომ მეც მოვკვდე? უფალმა დაგიფაროს ძმაო. მაგას ნუ იტყვი. აღარასდროს თქვა. მომხდარის შესახებ რომ გაგეგო, ჩემს სიკვდილს ინატრებდი. ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო შენ სიკვდილს არასოდეს ვინატრებ. შენ ჩემი და ხარ, შენი ცოდვით და მადლით. შენ ჩემი ოჯახი ხარ. მომხდარის შესახებ ყველაფერი ვიცი. მერთის შესახებ, შენი ფეხმძიმობის შესახებ დამშვიდდი. შენმა ძმამ ყველაფერზე იზრუნა. ეს საკითხი მოგვარებულია. რა მოაგვარე ძმაო? მოკალი? მე რა მკვლელი ვარ? რატომ უნდა მომეკლა კაცი, რომელიც თავის საქციელს ნანობს და ბოდიშს იხდის? ნანობს? ვეფა! მერტ? გულენდამ? ეს რეალობაა ძმაო? რა თქმა უნდა. გთხოვ, თავს ნუ გადაიღლი, კარგი? გულენდამ. არც კი ვიცი როგორ გითხრა. ბავშვის ხსენებაზე პანიკაში ჩავვარდი. სახლში წავედი და დილამდე ვიფიქრე. გულენდამ, ჩემს აქციელს ვნანობ. მართლა ვნანობ. მომხდარის გამო ძალიან წუხარ. ძალიან. შენს ძმასაც იგივე ვუთხარი. მან გაიხაროს. ძალიან დამეხმარა. ის ძალიან კარგი ადამიანია. მინდა ჩვენი შვილის გაზრდის პასუხისმგებლობა ავიღო. იმედია ეს შენი სურვილიც არის. გულენდამ, გთხოვ, ბავშვი ერთად გავზარდოთ. ეს ადრეც უნდა გამეკეთებინა. შენს თვალწინ დავიჩოქებ და გავტეხე. მაპატიე. გულენდამ, ცოლად გამომყვები? მართლა? მართლა? გამოყვები.
Kötülük oyunu. ნიჭიერი მსახიობი.